მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მუსეონის გადაცემა გრძელდება და დღეს გვყავს არაჩვეულებრივი ჯგუფის წევრები სტუმრად. მოგესალმებით ბიჭებო, როგორ ხართ? გესალმებით. ეს არის ჯგუფი Time Paradox, დროის პარადოქსი. როგორ მოგაფიქრეთ და რატო გადაწყდა რომ კაი ისტორიაა, ისე აი დავითას მოვაფიქრდა ეგ და აბა დავით. ესე იგი, მე და ბატონი დავით. მე და ბატონი ნიქსონ. ვფიქრობდი ზოგადად, ანუ რომ შევქმნი იმ ჯგუფი, ბენდი, თავიდან ვიყავით, ანუ როგორ დაიწყო ეს ისტორია რა. 2022 წელი იყო, ხო, ეს 23 რა. 2023 წელს. ასულია ის მე ხო. გადავწყვიტეთ ჩვენ რა შეგვექნა ჯგუფი რა ზოგადად, იმიტომ რომ გვინდოდა ეს გადმოგვეცე ჩვენი საკითხი. ესე უნდა გვექნა. დიახ. და მე და ლექსომ შევქმნით ჯგუფი, დაუძახეთ პაპიკას და ეზოდან დაუძახეთ. არა, ლექსოს ვიცნობ ბავშვობიდან რა, ანუ თვითონ ლექსო ჩემი ძმის მეგობარი იყო და ლექსოს ძმის მაკაცი ვარ და ყოველთვის ერთხელ ერთად ვჯემაობდით ხოლმე მე და მაგის ძმა და ეხლა ამერიკაშია ხო და ლექსოს მოვიკითხოთ აქედან. დავითა ხო და ლექსომ მომწერა რომ რა მოდიო ვირეპეტიციოთ ესე შემდეგ თო და ესე შევიკადით რა ანუ ხა მე ამაზე უფროსი ვარ და აი ზუსტად ეგ Time Paradox-ი ძალიან კარგად ჩაჯდა ამ კონცეფტში დროის პარადოქსი ჩვენს მეგობარზე რა სიტყვით? კი და ჩვენი მეგობარი ნიკოლოზი რა თვითონაც მოყვება მე მგონი ჩვეულებრივად ისეთი ისე არ ვისაუბროთ რომ თითქოს აქ არ არის. ხო, ბასისტია. ისეთი რთული, კი არა და უცნაური მომენტი იყო. სწორი აღნიშნა იყო ბასისტია, მაგრამ არა მე სხვანაირი ბასისტია. ეგეთებს არ მივიღეთ. არ შეგეშალო. კი ბატონო. TikTok-ზე შემხვდა ამათი ვიდეო. თავიანთი სიმღერებს დებდნენ და რო დავაფოლოვე და მე რომ ხდებოდა 1-2-3 ვიდეო ზედიზედ რო შემხვდა, სტილიც მომეწონა და უბრალოდ ვიდეოში შემოჩნია რომ ბასისტი არ ყავდათ და ეგრე უბრალოდ გავიცანი ონლაინ და რომ მიწერე რომ ბასისტზე რომ დაველაპარაკე რომ არ ყავს გვაპოვნინე რაღაცა და მეთქი აქ ვარ რა პრობლემა არის ეგრევე ავიყვანეთ აი წამის ინერსეთში რა აი ეგ კვირა იყო შაბათი კვირას მოვედით აქ ისევე რეპეტიციაზე და რაღაცა ისე ვიჯემავეთ, დაუკარით და მგონი სტილში ჩავჯექით რა ერთად. დაკვრის სტილში. მოსმენის მხრივ არ გავართ, ანუ პაპიკა უფრო როკიდან შეიძლება უცებ გადავიდეს თანამედროვე რეპზე, მე კიდე ჩარჩენილი ვარ 70-იანებში და ესენი 2000-იანებში და 90-იანებში ტრიალებს და მაგიტომ სახელი Time Paradox-იც მაგ სტილშიც ჩდება რეალურად. კი, მივხვდი, ეხლა ნამდვილად გამართლდა ეს სახელი და ჯერ ისედაც საინტერესო და კარგი რამეა. დროის პარადოქსი. მოკლედ მეგობრებო, რამდენადაც მე მივხვდი, ესე იგი დიდი ხნის შეკრებილები არ ხართ, თუმცა კარგად ხართ შემღერებული ერთმანეთთან. თქვენ სიმღერებით გაქვთ. თუ სიმღერები გაქვთ? კი, ანუ საკმაოდ ბევრი სიმღერა გვაქვს, დაჟე, ნუ ალბომისთვის ჩვეულებრივად ალბომში შეიძლება. მაგრამ ჯერჯერობით ჩაწერილი გვაქვს 5 სიმღერა სტუდიური. რომლის მოსმენასაც მაყურებელიც და რადიო მსმენელიც შეძლებს ნებისმიერ პლატფორმებზეც. ვაუ, ოჩახ. ჩვენი ძალისხმევით ნელ-ნელა რეალურად გამოდის რომ აი წელიწად ნახევარიც არ არის რაც ერთმანეთს ვიცნობთ და რაც პროგრესი ქონდა ნელ-ნელა ამოვიკაჩეთ რა მოკლედ ერთმანეთს რო ვიპოვეთ მე დავიწყეთ ყველაფერი უფრო სერიოზულად. ძალიან კარგი და გისურვებთ რომ ბევრი იყოს ისეთი საქმე რომ მოკლედ თავის მოსაფხანად არ მცალიეს რომ ამბობენ აი ეგრე ქონოდეთ საქმე რა ანუ ის რაც გიყვართ იმას აკეთებთ ისედაც მაგრამ ამას ნუ რა ვიცი გარკვეული ხელშეწყობა ჭირდება იმიტომ რომ თქვენი ძალებით ნუ რამდენხანს ძალიან გაწვალდებით და ამიტომ კარგი იქნება თუ ამ გადაცემის საშუალებით თქვა სიტყვაზე ვიღაცა გამოიჩენს გულისხმიერებას და სადღაც თვალს მოუკრავს თქვენს ბენდს რომელსაც ქვია Time Paradox და იმახსოვრეთ ვიფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო და რა ვიცი მეტი სივრცე იმისთვის ალბათ რომ
შეძლოთ. ეს თქვენი სარეპეტიციო, ეხლა თქვენთან სტუმრად მივყოფებით. კი, და აქ არა მარტო სარეპეტიციო, აქ წერთ ინსტრუმენტალს. ხშირად ასე მადლობა განთიაც. მადლობა განთიაც აუცილებლად. მიქსავთ უკვე ჩვენით და ჩვენი ძალებით. ჩვენი მეგობარი გვეხმარება. ხო და ესე. კონცერტები სად გქონიათ? მოდით ვკითხოთ დრამერს, იმიტომ რომ ზურგით კონცერტები თავიდან ბარებში დავიწყეთ, სხვა შორის დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს ბასისტს ამ გასაუბრებაში და მოლაპარაკებაში თვითონ ბარებთან, სადაც ჩვენ დაგვიკრავს და რა ვიცი. აი თბილისის რაღაც პატარა ბარებში დაგრული გვაქვს და ნელ-ნელა პროგრესი გვაქვს, ფესტივალზეც გვაქვს ერთგან დაგრული ბაღდადში. ვაუ. და ნუ ხო. ბაღდადში, იმ ბაღდადში თუ საქართველოს? საქართველოს. და რა ფესტივალი იყო? ჯანდაბა ფესტი ქვია. მართლა? აუ რა, კაი, რაღაცა მე მგონი მაქვს პური მოკრული, მაგრამ ეხა უფრო ისე მომხდა პურში რაღაც ჯანდაბა ფესტი. სახელს ამართლებს კი. იყო მან, ანუ აქტიურად ფლიანი ქართული ანდერგრაუნდი მანდი. ტრეშაობა მიდის ბოლომდე, ხო? კი, და ძალიან კაი იყო. ძალიან კარგი. რა ფესტივალებზე ისურვებდით კიდე რომ თქვათ მოხვდით? Pink Pops. Rock Amazing. ეხლა უნდა გამჭედოთ, ხო? სად ხდება იქ? რავი, სადღაც შორს. Open Air-ზეც ვისურვებდით. ხო, Open Air-ი თუ დავიწყებთ, კაი. ხო, ამისთვის ალბათ ხო ის იქნება, მომზადება იქნება აუცილებლად საჭირო, ბასის უნდა თხოვოთ ალბათ მოლაპარაკებებზე წავიდეს. და სხვათა შორის თუ რაღაც კუთხით დაგჭირდა ჩვენი დახმარება დასაკავშირებლად ან ასე შემდეგ ვიცნობთ იქაც მეგობრები ყავს და შეგვიძლია მაგით მაინც წაგეშველოთ და მოგეხმაროთ. დიდი მადლობა. დიდი. არა, სკამი რაჭუნებდა და პროსტა ხო და პროსტა მეთქი რა პოზიცია ვიპოვო რომ გაჩერდე. რას აპირებთ ახლო მომავალში და სად შეიძლება რომ ადამიანმა მოისმინოს? ახლო მომავალში, ნუ Open Air-ისთვის ვაპირებთ კი, მაგრამ ძირითადად უფრო იმას ვცდილობთ, რომ მეტი მასალა ჩავიწეროთ, მეტი სიმღერა და უფრო მუსიკით და ანუ რა თქმა უნდა დღესდღეობით რთულია ესე, ძირითადად კონტენტ კრეატორი უნდა იყო, რომ გავარდე რა, მაგრამ მაგასაც ვაკეთებ. ცალკე ის არის რა, ხო, პროფესია, იმიტომ რომ მაგას იმდენი დრო ჭირდება, რომ მაშინ მოაკლდება დაკვრას. ხო და ვცდილობთ, რომ უფრო მეტი და მეტი ჩავწერო. ვინ წერს სიმღერებს და ტექსტს მუსიკას? ხო, ეგ ისეთი მომენტია. ერთობლივად კეთდება, ვიცი, მაგრამ ძირითადად დემოკრატია გვაქვს ჩვენ ჯგუფში და ისეთი მომენტი არ არის, რომ აი შენ ბაზზე ამას დაუკრავ, შენ გიტარაზე ამას დაუკრავ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აგერ დავითას მოაქვს გიტარის მელოდიები, რიფები, მაგრამ მაგაზე მიდის, ანუ შენდება, ასე ვთქვათ, კონსტრუქცია, ტექსტს მე ჯერ რაღაცას ვლუყუნებ ჯემის დროს და მე უკვე იწერებ. რეფერენსად მე იყინებ. ნუ პროცესში. ხშირ შემთხვევაში კი ეგრევე წერთ ხოლმე ყველა ჩვენ ინსტრუმენტს, ვოკალისტი ტექსტს წერს და თანმღერის და ასე შემდეგ, მაგრამ არის იშვიათი შემთხვევები, როცა მაგალითად დრამის პარტიას ვერ ვიგონებ და მეხმარებიან, ან მე ვეხმარები გიტარის პარტიის. ხო, იშვიათად ხდება ხოლმე. ხო, ის არის ძალიან კარგი პროცესი. დემოკრატია კარგია. დემოკრატია, სადაც არის მთავრობა, იქ დემოკრატია უბრალოდ გამორიცხულება. უბრალოდ ვერ იქნება. არ ჯდება ერთმანეთში დემოკრატია და მთავრობა. ჩვენ პატარა სახელმწიფოში დემოკრატია. ასე რომ ანარქია. მოკლედ, მინდა წარმატებები გისურვოთ, მოხდა ისე რომ გაგიკვირდებათ, მაგრამ მიუახლოვდით დასასრულს. მომიწევს დამშვიდობება თქვენთან, მაგრამ მოხარული ვარ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ბიჭები ხართ, გამიხარდა, შეხვდით, გაგიცანით. და აუცილებლად ეხა მოვისმენთ ძალიან საინტერესო ამბავს ვიფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება თქვენგან პატარა მინიშნება იმასთან დაკავშირებით თუ რას მოისმენს მაყურებელი და მსმენელი. ჩვენი მსმენელი მოისმენს და არა ჩვენი მსმენელი ჩვენ სიმღერას, რომელსაც ქვია Agitated Kids. ვაუ. აი ეს. მინდა წარმატებები გისურვოთ. ჩათვალეთ, რომ მიყვარხართ, აუცილებლად გულშემატკივრობთ, ჩათვალეთ, რომ
როგორც ჩათვლით ისე იქნება და აუცილებლად არა ცოტა ხანი მაცადე გამეჭედა აზრი და ხომ და მოვაბა თავი ჩათვალეთ რომ ერთი გულშემატკივარი და ფანი შეემატა თქვენს და აი გადამღები ჯგუფი და ჩვენ ვინც ვართ თქვენთან ვართ მოკლედ გაიხადეთ მადლობა მადლობა რომ გამოგვიყავით დრო და შეგხვდით ძირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო გადაცემა ამით დასასრულს მიუახლოვდა ჩვენ ისევ შეგხვდებით საინტერესო სტუმრებთან ერთად კარგად ბრძანდებოდეთ კარგად ბრძანდებოდეთ მადლობა Try